გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით მომენატრეთ, დიახ, მოგზაურის ნამბობი იწყება. სანამ დღევანდელ მოგზაურ სტუმარს წარმოგიდგეთ, მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოგვიწეროთ, სადაც გვიპოვით, მინიშნებები აქვია. ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით დაფნე პოდკასტ არიაში, რომელიც მდებარეობს თბილისში იოსებიძის 67-ში. ეხლა კი ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნუკი კოშკელიშვილი. ნუკი, მადლობა რომ ჩამოხვედი და მოხვედი ჩემთან. მომენატრე პირდაპირ გეტყვით კი ვიხსენებ ბევრი წლის მეგობრები. აბა ძალიან ერთადაც მუშაობდით 10-15 წლის წინ შეიძლება ვიდეთ. არ ბევრჯერ გადავკვეთე ვარ. გადავკვეთა ყოფილა, მაგრამ ეხა ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის გნახე ოღონდ. ბოლოს ვიყავი რაღაც გადაცემაში, სადაც და მეხუმრა, აი ეს მოვედი და მითხრეს ახლა უნდა იხუმრო, მე ეს შეკვეთით ხუმრობა არ გამომდის და შენ გამოგიჭირე და გითხარ დამიწერე რამე ხუმრობებით. აი იმის მერე არ ვინახე ხა? მგონი არა ხა? და ისიც აი რაღაცა გაწვალე, მე გითხარ ეს ხუმრობა არ მომწონს, აკრუშ დამიწერე უკეთესი ხუმრობა და აუ როგორ გარბის. ეხა მოდი ჩვენ ამ ფორმატს დავუბრუნდეთ. რადგან მოგზაურობის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ. უცნაური სტატუსი გაქვს ვიფიქრე, სხვათა შორის გამოდიოდი. შენ არა ხარ პრინციპში, ნუ ახლა ამერიკიდან გამოვდივარ, მაინც ახლა შენი ამბები ყველა მიცის და შენ არა ხარ არც ტურისტი, არც ემიგრანტი, ხარ ამერიკელების რძალი, ხო? ეგრე გამოდის ხო? რაღაცა განსხვავებული ფორმაა, გაიგე, რაღაცა ისეთია, რომ შეხედე, ანუ ემიგრაციის შემთხვევაში წლები ცხოვრობ იქ სხვა ფორმატია, ტურისტად ჩადიხარ 1-2 კვირა ხარ და უგანბრუნდები, შენი შემთხვევა არის სადღაც 1 თვე, 2 თვე ჩამოდიხარ. არა, ბოლოს ვიყავი 1 წლის წინ. 1 წელი ვიყავი. ხო, მაინც სხვანაირი ნუ ხშირად ჩამოვდივარ ხო, თუმცა ეხა კლასიკური გაგებით ემიგრანტი ვარ, აბა რა ვარ, იმიტომ გადავედი იქ საცხოვრებლად, ეხა 12 წელი იქნება, რაც უკვე ამერიკაში. მაგრამ მაინც როცა ოჯახია პრინციპში ხო, რაღაცნაირად ისე აღარ არის რა. შენი ოჯახი ხო არის იქ თავისთავად მე უფლეს შვილი. აი კახეთში რო გათხოვდები მიგრანტი ხო არა? ხო, იქ როგორ არის ახლა რა ძალო და სუფრაზე გადაძახები რაღაცები არის დაძახებები სხვა შტატში ნათესავი და ეგეთები რომ იქაური არის შტატები და კილოები იქაც არის რა ახლა შტატში ეს შტატი იმ შტატს რაღაცებს ახლა ესე როგორც გურჯაანი და თელავი რო ერთმანეთს ებრძვიან ეგრე ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკიც ერთმანეთთან ცოტა შპილკაობენ მაგრამ ზერძალო და რაღაცა ეგეთი გადაძახე სუფრა ზოგადად არ არის იქ უფრო ალაფურშეტია კი მოწყენითაც ალბათ დიდათ არ მოიწყენ იმდენი ქართველია იქეთ ალბათ არ უჩივი ხო არაფერს არ უჩივი მე საერთოდ იშვიათად მოვიწყენ ხოლმე და ეხა შენ რომ დამირეკე თუ მომწერე და მითხარი რომ ესეთი პოდკასტი მაქვს ეგრევე მივხვდი რომ საშენაო იმიტომ რომ არასდროს არ ვიცი თუ იპოვი მაგ ვიდეოს გთხოვ დაურთი ამ შენს გადაცემას ჩემი ყველაზე საყვარელი ვიდეო არის ალბათ 15 წლის წინ გაქვს გადაღებული ჩაცუცქული როზი ხარ და რო იძახე რომ ბიჭო წავიდეთ რაღაცა პური მიპოვოთ აუ რა კაი ეგ არის 2000 არ ვიცი რომელი წელია 2013 წელი ზუსტად ვიცი არის აგვისტო და სად არის გადაღებული არ ვიტყვი მაგრამ თუ ვიპოვე დავდებ ხო კარგი ნუკის თხოვნით სპეციალურად ვიდეო თქვენთვის მეგობრებო ნახეთ რა შვები ზაქრო რა ვქნათ ვიდეო რა უნდა ვიყოთ აგერ და აგერ ამ სიცხეში არ ჯობია რაღაცა და ჩავარტყათ 100 გრამი რაც ხაჭა არ მინდა ბიჭო კიდო დალეო 100 რამდენი უნდა დავლი აბა წყვილა რა გააკეთე რაგი რასაგე საკური არ უნდა გააკეთო ახანას ამენ ფაზე ხوارდა ვიცი კაი იქნება გავგრილდებით რა პოპულატი ზამევი დინარე რამე დინარეზე წევიდე არის მანქანა და ბენზინის საშუალება კი რაც ხავ იშოვოთ ნისიათ აჩა მოვიფიქრეთ რამე ჩვენ სადმე წავსველი არა ვარ და არსად ხო ვიცი ისინი ჩვენი გაღლეტილი დედაცვათი და გიზო ხო მარა აქაც ხო მოგწინდა ამჯერჯერ უნდა გააკეთო ერთ ადგილზე რა ვქნათ აბა გევიდეთ მაშინ სადმე და გევიცავთ რა სხვა საინტერესო გამოჩნდეს ხო გამოვყლებთ ერთად გევიაროთ გევიაროთ მე თამას გევიდეთ იქით შევიდეთ რა სხვა დაგრევებია და მივახცეთ რაღაცა მაგი მაინც ძალიან მაგარი ვიდეო, აი ძალიან ვერ ვიცინე და თან მაშინ შენ არ გამაფრთხილე რას მაჩვენებ და ნახეო და ხო მეთქი რატომ მაჩვენებს ახლა შეიძლება დავარქვათ პირობითად უსაქმურობა რაღაცა ზაფხულში ეს ზოგადად შეიძლება კარგი ვიდეოა ძალიან ხო და შენ მოგზაურობა გიყვარს ძალიან ხო სუ რაღაცა ეხლა ცოტა რაღაცა დიდი პაუზა გამომივიდა რაღაცა გადაწყობა გადმოწყობა ეს ახალი ცხოვრება აქ ასე ვთქვათ სტუდიაში კიდე რაღაცა სხვა საქმეებიც მაქვს და ცოტა დატვირთული ვარ და სიმართლე გითხრა ეხლა
ცოტა მომიძველდა მოგზაურობა. და რა მაინტერესებს, აი ხა პოდკასტი რო დაიწყე, რატო გადაწყვეტე მოგზაურობა ეს რაღაცა? აუ გითხრა სიმართლე. ცდილობები მქონდა რაღაცა სხვა მეგობრებთან ერთად რაღაცები დამეწყვა პირდაპირ გულწრფელად გეუბნები რაღაცა სიახლის დროა, იმიტომ რომ ტელევიზიებიდან წამოვედი, ეხლა ხო გასართობ სეგმენტს ხო როგორ უჭირს კეიცი, შემხოლოდ რაღაცა ისეთ პოლიტიკურ თოქ-შოუებზეა ყველაფერი გადასული. ხო და მოკლედ რაღაცა ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო და თემა გეუბნები, აი გულწრფელად რა შეიძლება სულ ფიქრობ, რაღაცა ჩართული მქონდა წამზომი, ეხლა არ მახსოვს რა დღე იყო, როგორ იყო, მაგრამ ჩავედი მეტროში. ძალიან ხშირად დავდივარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხო, მეტროში ჩავედი, ფიქრობ მოდის ტურისტი ზურგჩანთით. და ისა და უკვე რაღაცა გავყევი ფიქრებს, ამ მე ხო მოჭადრაკე ვარ და რაღაც მიყვარს ფიქრებში წასვლა და დავიწყე ხა ეს ჩამოდი თან იყურებოდა, ახლა იქით ვერ გაიგო ეთყობა, როგორ გადაჯდეს მეორე ხაზზე, კითხულობ. სულ ორი ხაზი გვაქვს, როგორ ვერ უნდა. ხო, მაგრამ ინფორმაცია ნაკლებად და თან რაღაც წვრილაწერია, ვიღაცა კარგად ვერ ხედავს, ვიღაცამ შეიძლება ისენა არის და მოკლედ, ინგლისურადაა ხო ძირითადად და ქართულად და ხო აკვირდებიან საწაიკითხონ და მე დავფიქრდი ეს ჩამოდის მე ვერ გაერგო ნეტა აქ რო ვერ წაიკითხა ეხა ვინმეს უნდა რომ გაუზიაროს რომ იქ ვერ გავერკვე მე რო ჩავა მოუყვება ვინმეს და მოუყვება და მოუყვება ეს მოგზაურობა რომ მოყვეს ტიპა ვიღაც მე გამახსენდა მაინც რაღაც გაკეთება მინდა და ხო არ მოვაყოლო ვიღაცებს ეხა ისეთი ფორმატის გადაცემა ბევრია ტურისტული სადაც თვითონ მიდიან მოგზაურობენ და იქედან ერთვებიან აი აქ ვიმყოფები და რა მაგარია ეგ კიდე სხვა არის მაგრამ აქ რომ მოდის და რაღაცა თავის გამოცდილებას გვიყვება ეს ქვეყანა ამიტომ გამისწორდა ეს იყო მაგარი ამას ველოდი ეს დამხვდა ან თუნდაც პირიქით უკეთესელოდა და უარესი დახვდა ესეც საინტერესო გამოცდილება და გადავწყვიტე რა ხო არ გაუზიაროს მაყურებელს რაღაცა TripAdvisor-ით ეს რაღაცა ისინი კურიოზები ყოველთვის ხდება ხოლმე ყველა მოგზაურობაზე. და ასე რომ ყოველთვის ყველაზე ცუდი რაც კი დამმართნია ეს იყო სხვათა შორის 2013 წელს აქ რუშენთან ერთად მუშაობდი. 2013 წელს ხელფასი გვაქვს 2 თეთრი. ვთქვათ პირდაპირ იმიტომ რომ ჩვენ ფულს არ გვეხდიდნენ იქ დიდი ბიძები შოულობდნენ ჩვენზე ფულს. ხო და აი ხელფასი მაქვს 2 თეთრი. და ჩემ მეგობრებს იცნობ მარი და თეო 100 ჯერ გინახავს ჩემთან ერთად გადაცემაზე კი და შევაკოწეწეთ ეს ფული სადმე წახვიდეთ რომ წავიდეთ საფრანგეთში და ნუ ტური მოვცხეთ რა ესეთი პარიზში ჩავდივართ და პარიზში ვართ რამდენიმე დღე და მე იქიდან მატარებლით მივიდივართ ნიცაში და იქ ვართ რამდენიმე დღე ანუ ესე ხო ჟღერს რაღაცა ინსტაგრამულად რა რომ გინდა მაგრამ საცურაო კოსტიუმები გვაქვს კარგ ტანებზე ზაფხულის პერიოდია ზაფხულია ხო კარგ ტანებზე ვართ ეხლა რაღაცა ხო იცი აი სელფად მაინც გამოდგება ეს მოგზაურობა ნუ პირველი აი არ ვიცი ანუ ერთი მეორეზე დაემთხვა. თქვენი დაგეგმილი ტურია ხო არა არის ტურისტული სააგენტო. კი, მამა ჩემის მეგობარი იყო ტურისტულ სააგენტოში, ანუ რაღაცა ზედმეტი არ გადაგვახტევინა, ყველაფერი დაგვიგეგმა, ყველაფერი წინასწარ გადავიხადეთ, დაგვრჩა მარტო ჯიბის ფული. აი საჭმლის ფული გვაქვს. მაგრამ ნუ აი ხა რო გვეუბნება ეს სასტუმრო, ჩვენ ვეუბნებით არა, მაგდენი არ გვაქვს და ნუ ახლა უწევს რომ შეამცირო მაქსიმალურად შენ. ну კარგი ჩავდივართ ამ შენს პარიზში მივედით სასტუმროში და აი პირველი ის იყო საოცრება როდესაც გაიხსნა ლიფტი და ლიფტში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა ოღონდ ან ჩანთა ან ადამიანი ერთი ადამიანი და ერთი ჩანთა არ არსებობს ну აი უნდა შედოეშ ახლა მე თვითონ ავალე მესამე სართულზე მაგრამ ეს ჩემოდნები ხო ზართულე შევდებ ვაჭერამ ღილაკს არ ეხურება, იმიტომ რომ ხელი ყვება. დააჭირე გაწია, არ ეხურება, იმიტომ რომ ძალიან პატარაა. და თუ ჩაიცო და წაიღო, უნდა გაიქცე კიბებს და დახვდე. მაგალ სართულზე. კარგი 2 საათი ამ ჩანთის ატანაზე ვიწვალეთ, ბოლოს ერთმა თქვა რომ აღარ მაინტერესებს არაფერი. და შევედით ოთახში და წარმოიდგინე არის 2 საწოლიანი, რაღაცა ძალიან ლამაზი გაპრანჭული ლოგინი და აი იმას რასკლადუშკას რასაც ეძახიან, ეგ არის მესამე. ნუ 3 ვართ გოგოები. ის 2 ჩახტა იქ და ოჰო, ჩვენ აქ ნუ კითხავს მე შემხვდა ეს რასკლადუშკა. და აი ეს დავწექით დაღლილები და უცბად გაჯი ეყრებათ ორივეს. თავზე. იქ ზემოთ ამბები ეთყობა წყვილი იყო ზემოთ და ვიბრაცია იყო და აი ეს მთლიანად ხო იცი გალესილი რაც არის აი ეს პირდაპირ ბრახ და ეცემა ზედ თავზე. აი ეხლა ხო აღარ მოგწონთ. ეხლა აღარ მოგწონთ, მოკლედ მე დავჭი, კარგი ეს ნორმალია. არაფერი. რა უჭირს ახალგაზრდები ვარ, დიდი არაფერი. პირიქით შეიძლება გახალისდით. ხო, გავხალისდით, ვიცინეთ ძალიან ბევრი. ეხლა წავედით იქ რაღაც მუზეუმები ის პირველი იყო ის ამბავი რომ ეხლა რა გვჭირდება მაშინ 19-20 წლის გოგოები ვართ
არა 22 წლის გოგოები ვართ, აი რა შეიძლება გჭირდება ღვინო. და მონოპრი არის ესეთი მაღაზია, სუპერმარკეტი, როგორც ჩვენთან არის სუპერმარკეტები, სადაც ძალიან იაფია ღვინო. ღირს 1 евро, 2 евро, კარგი ღვინოები რა, ნორმალური. ხო, ქსელური ღვინოებია. მაგრამ ხა სადღაც შეხვიდე კაფეში 15 евро არის თითო ჭიქა. ჩვენ მოგწონდა ძალიან ეიფელის კოშკთან, იქ რაღაცა მინდორი არის და იქ მოწრუპვა და იქ რო გამოივლიან 30 евро არის ბოთლი და მოკლედ რა. ვიყიდით ამ ღვინოებს და ჩავდებთ ამ ჩანთაში და მივდივართ იქ რომ გქონდეს რა ეს რაღაცა ბევრი რომ არ ვინერვიულოთ რომ ღვინო არ დაგვიმთავრდეს საფრანგეთში ვართ და ღვინო და ყველი რა მეტი რა გვინდა და სელფი გვიჭერს პოლიცია მართლა გეუბნები პოლიცია გვაჩერებს და გვეუბნება თქვენ ბარიგები ხართ ანუ ეს ბარიგები ვგონი ვართ რა რომლებიც გადამყიდველები არიან აი ეიფელის კოშკთან რომ ღვინო ხო რო გონია რომ ისე გასაყიდათ აბა რა თუნდა გოგოს 30 ბოთლი მაგრამ მე იმიტომ მინდა რომ ეს მონოპრი შორს არის ჩემი სასტუმრო კიდევ უფრო ტრაქშია და პერიოდი გამოიზოგოთ თუ რაღაცა მივიტანო სახლამდე დავასაწყობო რომ რაღაცა წავიღო წამოვიღო და ხო მივდივარ და ესე გვიჭერენ მე მიჭერენ მე ვარ ის ვისაც ეს ბოთლები უჭირავს და ეს ორივე დატყდა მიგატო ეს ბოთლები და იცინიან როგორ იცი აი ცუდად არიან აბა როგორ გაართმევ თავს როგორ მე ვეუბნე არა ვარ ბარიგა დედას ფიცა ვარ აი არა ვარ მე ვარ ტელეწამყვანი არა ვარ ბარი არ ვყიდი მე ამ ღვინოს არა არ შეიძლება გაყდა არ ვყიდი დედას ფიცა რა უბრალოდ ღარიბი ვარ ძალიან აი ძალიან ღარიბი ვარ ნუ კაი გამომიშვა შევეცოდა აი გარაფერი შენ გონი ამით იდას თუ თუ შეზღუდულია რაოდენობა მაშინ იქ უნდა ეთქვა რა მარკეტს რომ რაღაცა რაოდენობა არა რაოდენობა არ არის შეზღუდული უბრალოდ მაინდა-მაინც იმ მეტროში ვიყავი სადაც ანუ იმ ეიფელის კოშკთან სადაც ეს ვიღაცები გადამყიდველები დადიან რა ლოგიკურია ხარ ჩანთა ესეთი აი დიდი ჩანთა გადასაკიდებელი სავსე ღვინის ბოთლებით რისთვის გახს აი როგორ აუხსნა რომ იცი რა პლეხანოვიდან ჩამოვედი და ხა ჩვენ აქ და რაღაც ანუ გამორიცხული კაი ეს გადავაგორეთ არ დაგვიჭირეს შემდეგი ნაბიჯერა ესე იგი ისე ვიქوارთ ამ ეიფელის კოშკთან ეს ღვინოები დავტოვეთ სახლში წამოვიღეთ ჩვენ ერთი ბოთლი ღვინო დავლიეთ ეს ერთი ბოთლი ღვინო საღამოა და მივდივართ და აი კარგად გვაქვს რა ყველაფერი გადანაწილებული შოპინგის ვერ გავქაჩავთ სასტუმრო გადახდილია ესე იგი წასვლა ნიცაში გადახდილია უკვე და გვაქვს აი რაღაცა მე მგონი 300 евро თითოს მე მაქვს 300 евро თეოს მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა ეხა იმისთვის რომ ორი კვირა გეყოს საჭმელს რაღაცა 900 евро აი ესე უნდა გადაგივიდეს თავზე რა ეს ერთი წელი შეგროვებული და აი ესე რაღაცა გავისერნე გამოვისერნე და ვხედავ რა ეს ორივე დგას და ეთამაშება არაბები რო თამაშობენ ხო იცი აბა გამოიცანი სად არის რაღაცა მე მიუსწარი იმ მომენტში როცა უკვე 600 დაკარგულია მართლა კი და უკვე იღებენ ანუ ამ ოფშაკიდან უკვე იღებენ და ამასაც დებენ და ხო რა ეხლა დავიბრუნოთ აბა რა ვქნათ ხა ამ თანხით ხო ვერ ვიცხოვრებთ ორი კვირა ის დღე რითაც მოკლედ ჩვენ დავჭით 10 ევროთი მეგობრებო და ორი კვირა წინ მქონდა ვერ მოასწარი ხო ვერ გადახდი და არა ნუ ბოლოს არა აზრი არა მე ჩავხტი და დავიწყე რომ ესენი კრიმინალები ჩვენ რაღაცა და აო ეხაო შენ გამოგვეკიდა ეს ტიპი რომ შენო ეხა ტურისტებს დამიფრთხობო და მეც მივბივარ, ისიც მირბის, ესეც ყველანი გარბივართ, ეს მოგზდევს. ანუ სავარაუდოდ მოგკლავს კიდეც, ეხა ყველაფერთან ერთად რა კარგად ყვები უბრალოდ. ხო, რა მაგარია. ასეთი არავის არ მოყოლია. ანუ შეიძლება 10 евро არა, მაგრამ 50 евро. გვაქვს დარჩენილი, გვაქვს 30 ბოთლი ღვინო და ყველი. მეტი არაფერი არ გვაქვს. ანუ ხვდები ხო რომ ეს იქნება ჩვენი საჭმელი მომავალი ორი კვირა. რა თქმა უნდა, ეხა გვიწევს წასვლა მატარებელში, რომელიც უკვე ნაყიდი გვაქვს და გადახდილი გვაქვს, მადლობა ღმერთს და ნიცაში სასტუმროც გადახდილია, მაგრამ ნუ ჭამასმა გამორიცხულია რა, წყალსაც ვერ ვიყიდით, ღვინო გვაქვს. აი, რუსთაველზეს შენობაზე ფული რო არ ეყოთ, ხო იცი, წყლით რომ მოეზლეთ და ღვინით რო გააკეთეს, აი მაგ მდგომარეობაში ვარ ჩვენც, ანუ წყურია ღვინო გაქვს, ქშია ყველი გაქვს და შევდივართ ამ მატარებელში და ნუ სუნი ამდის რა, საშინელი სუნი ამდის და ეს ორი რაღაცა უთხრათ არ უთხრათ იბანაოს და ვხედავ რაღაც ესე ჭორაობენ რა და მეთქი რა ხდება თქო და ნუ კი არ ვიცი როგორ გითხავთ მაგრამ სუნი ანგდის მეთქი მე კი არ ამდის სუნი ყველია ეს ყველები ხო მომქონდა და ხო იცი ფრანგული ყველი და ეს ორი დეგენერატი ფიქრობს რომ მე არ ვბანაობ ოღონდ ეს არის ორი საუკეთესო დაქალი და შენ წარმოიდგინე მთელი მატარებელი რას ფიქრობს იმიტომ რომ ესეთი აყროლებული ვარ ნუ კაი ჩავედით ამ შენს ნიცაში, მართლა ჭამთ, ვსვამთ, მხოლოდ ღვინოს და ყველას და აღარ გვეყლაპება ეს ღვინო და ყველი და გადაწყვეტეთ რა ამ 50 ევროთი ვიყიდოთ პური და მაიონეზი.
აღონდა. ახლა ის რომ ჩვენ ესე ძალიან გვიჭირს ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვართ გამობრანჯულები. ანუ საღამოს კაბებით ვართ კანში, სადაც მიციდან ძალიან სწრაფად გადადიხარ კანში და აი საღამოს კაბა იცი როგორი აი შეხოიცი მე როგორც მიყვარს ხოლმე ხარ აი ეგეთი კაბით მოაჯირზე ვზივარ და მაიონეზს უსმებ და მოდის ვიღაცა კაცი და მიგდებს ხურდას. კი. აი მე ვთხარი ახლა სასწრაფო წავედით თბილისში. დავბრუნდეთ სამშობლოში. ცოტა დაგეგროვებინა და მე და წამოსული. ხო, ალბათ უნდა დამეგროვებინა. მაგრამ ძალიან კარგი დრო ვატარეთ, ხა მაინც პატარები. ფოტოსესია დაიდო თავისთავად მაგარი ხო. რა თქმა უნდა. იცი რა, საბოლოო ჯამში, მოიცადე, მანდ არ დასრულდა ყველაფერი. ჩვენ ახლა გვინდა კლუბში წასვლა. კლუბიც მოგინდა, რამდენი დარჩენილი. თუ რამდენი დაგემატა. ხო და არა. იქნებ face control-ით შეგვიშვა რა, ესე ხო არ არის? გოგოები ხო არ იხდიან ძირითადად კლუბში. ხო, შესვლის ნახა, მაგრამ იქ ხო რაღაცა უნდა აიღო. ხო, რა თქმა უნდა. და ესე შევედით, ანუ ვდგავართ ამ რიგში და ვფიქრობთ, რომ ეხლა ან გავივლით, ან არ გავივლით და უცბად ესე იგი ეს ვინც არის რა, ეს ბოდიგარდი თუ ვიღაცა მოდის იდახეს მის შვედეთიო და კი მეთქი. და შევედი და მის შვედეთ საწყალს ქონდა დაჯავშნილი და გადახდილი მაგიდა. თავისია ესეთი დიდი არყები, ხო იცი და მე მარიდა თუ ვიძახით რომ ეხლა თუ ანგარიში მოგვიტანეს, აი მან დაგვენწრე. მაგრამ თუ არა და გადარჩენები ვარ და ესე ის საწყალი მის შვედეთი ალბათ არ შემოუშვეს და ჩვენ მაგრად ვიგულავთ. ჩვენ აი ძალიან მაგრად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის ეს იყო მიშვედეთი მეგობრებო. არა თან ძალიან გამისწორდა ის მიშვედეთი რა მე ვთქვი მის სვიდენ და მის სვიდენ ხო მის სვიდენ და ახლა მე დავთვალე და ვიღაცა კაცი იყო იმ მიშვედეთის კუბიკში ასე ვთქვათ ბევრი სტუმარი ყავდა თვითონ ვერ შემოვიდა უბრალოდ თორე სტუმრები ძალიან ბევრი ყავდა და იყო მადონას მოცეკვავე და აი ბექდენსერი რა ხო იცი ვიღაცა რომელმაც ტვინი წაიღო რა რომ აი მე მადონას მოცეკვავე აი ნახე მადონა არის და მადონას უკან მე ვარ ხო უკან მე ვარ აი ნახე მადონას კლიპია და აი უკან მე ვარ და ძალიან დავიღალე უკვე ეს მაიონეზი ნაჭამი მაქვს ხურდა დამიყარეს ყველის სუნი ამდის გამქურდეს ყოველ მე ვთხრე აი ამ მადონა თქო ინ ჯორჯია და მაშინ აი ზუსტად ის ქონდა ფეისნუკი იყო ამოუღე აი მიახლოებით ხო ისეთი სათამაშო ჩარჩართვარ დან მოგეწალმები ამას ვაჩვენებ კლუბში და დომ მე ვაჩვენებ ფეისნუკის რაღაცა ხო და ესენი ორი მიყურებენ ეს ჩვენ ამასთან ერთად არა ვართ ეს რა კრინჯობა ისაკეთია სავშაო ვარ და მაგრამ აი ბაჩვენა ნახე ეს არის ლელა წურწუმია და ჩემთან ზის შენ კიდე მადონას გოგო უკვე მეორე თუ არ ყვეს თუ მესამე ხო გოგო პრინციპში ბევრი ყველის ამბავში ინციდენტის პოლიციამ გადაჭერა აი პოლიცია მე კიდე ერთხელ გამაჩერა პოლონეთის ავიახაზებზე ეს კიდეც ან ნახე ღმერთო ეგ საერთოდ საოცარი მოგზაურობა იყო, იმიტომ რომ ორი ტელეფონი მქონდა, iPhone-ი, ფოტოებისთვის და ასე შემდეგ და აი ესეთი Nokia-ები რო იყო, ხო იცი, ნომრიანი. ეს იყო roaming-ისთვის. ცოტა მოგრძავთ? რა მნიშვნელობა აქვს, უყველაფრო. იმისთვის რომ დარეკო. საქართველოში თქვა რომ კარგად ვარ რაღაცა და ეხლა მაშინ არ არის ეს ინტერნეტი და ინსტაგრამი და ეგეთი რაღაცები არ არსებობს. არის დარეკო, არის გადავიღეთ ფოტოები, ავტვირთეთ გვიან. ხო და ნუ არ მახსოვს ეს ტელეფონი ჩემი არ არის მამა ჩემმა მომცა რომ აი რო ჩახვალთ დარეკე რო გამოხვალთ დარეკე რაღაცა ესეთი დარეკოებისთვის რა და თვითფრინავში რო ჩავჯექით პირველი იყო რაღაცა მოხდა რა აფრენისას რაღაცა დაზიანდა და გამოვიდა უკვე გაღიზიანებული იყო ეს სტიუარდესა და თქვა რომ აბა ეხლა ყველა შეიკარით ღვედები გითხარით შეიკარით ღვედები გათიშეთ მობილური ტელეფონები გავთიშეთ მობილური ტელეფონები და გავთიშე, ჩემი iPhone-ი გავთიშე, მაგრამ დამავიწყდა რომ მამა ჩემისთვის დამერეკა. და ეს უკვე კიდე ერთხელ ასაფრენად ვარ და რეკავს ტელეფონი. იქ რეკავს? ის რეკავს, ვისი ტელეფონი რეკავს ეს, ვინ არ გათიშა ეს ტელეფონი და წინ ვიღაცა კაცი დგას ეს ზის ჩემს წინ, აი ულვაშებიან ერთი 50 წლის გაუთხოვარი კაცია, აი რაღაცნაირი, ხო? გაუთხოვარი კაცი. რომელსაც ის გამხედა რას მიყურებს მე ვთხარი, მაგრამ ჩემი ტელეფონი გათიშულია აგერადი და მაინც რეკავს ეს ტელეფონი და უცბად მივხვდი რომ ვაიმე, ჩემი ეს ტელეფონი ვაიმე დამავიწყდა მამა ჩემთვის ამერიკა და ეს კაცი ხო ჯერ იცახის რომ ამას ტელეფონი აქვს. აი. მე რომ მივხვდი რომ ვიმე მართლა ტელეფონი მაქვს, ჩავძვერი რომ გავთიშო, მაგრამ სანამ ვთიშავ მივხვდი რომ მოიცა დაურეკო მამა ჩემს უთხრა რომ მშვიდობაა და მოვბარე მან მაინც გავარ და ვრეკავასე და ეს კაცი აი ხო იცი აი ის რო არის სკამებს შორის ეს თავის ულვაშებით მიყურებს და
კიდე ტელეფონზე ლაპარაკობს და მორბის ეს სტიუარდესა და ეგრე ადექი თქვენ უკან უნდა გადაჭდეთ და დაგაპატიმროთ. რის გამო უნდა დამაპატიმრო? ვიყურები ისევ ეს თემა და მარი იხევიან სიცილით. ესე ჯერ ხო ბარი გავიყავი და ეხა კიდე დამარეკინეთ მამაჩემთან. ნუ მოკლედ. იმის მერე სხვა შეს მეშინია პოლონური ავიახაზებით ფრენებთ რა არ ვიცი ვარ იმ შავსიაში არ ვარ იმ შავსიაში. მაგას ვადა აქვს თავისი წესით მოიხსნებოდა რამდენი წლის ამბავი 13-ის. ხა მაგრამ აი ცოცხალთავით არ მივიდოდი წყალიც არ დამალევინეს ანუ ცალკე დამსვეს ყველას მისცეს საჭმელი ყავაგნებ არა მე არაფერი მე ცალკე ვიჭრე ფანჯარასთან ხო აი ეს თი ხოდა შორის ის ულუაშაკაცი მეგობარს ქონდა შემთხვევა უთხრეს რომ რაღაცა ჯარიმას წერენ ტრანსპორტში თუ რაღაც არის და რაღაცა მაგას ვადა აქვს და მე შეგიძლია მაგრამ რაღაც ბევრი წლის მერე ამოუგდო მაინც სადღაც მეტროში არ გადაიხადა და ბევრი წლის მერე ჯარიმა გადიდებული ამ მეორეთ რო ჩავიდა დაახვევს ანუ ასეთ შემთხვევაც ყოფილა ხო და არ დავფრინა მე პოლონური ავიახაზებით მეშინია იმიტომ ისევ ის ულუაშაკაცი შემოხვდება რომ ეს ლაპარაკობს ეს იყო ეს ხო მაგარია და ეგ ძალიან საოცარი ამბავი იყო ეხა ჩვენ ხო პარიზში სხვადასხვა როგორი ის ძველი სახლები როგორი აქვს ხოლმე ეს იაფიანის ასო ჩვენც ვიყავით ერთხელ სამნი და ერთმანეთზე იდო სამის ოთახი პატარა არ იყო მაგრამ სამი საწოლი იყო ერთმანეთზე ისე მიდებული რომ აი არაფერი აი გასავლელი ძლივს გარჩებოდა ხო ძალიან მაგრამ ნუ თავისი ხიბლი აქვს აი დრო კი გავაზარეთ აი ისე გავერთეთ გინდა სიმართლე გითხრა იმის მერე ბევრჯერ ყოფილა პარიზში და ყოფილა რაღაცა ნორმალურ სასტუმროში ჩემ ქმართან ერთად კარგი ბაგეტი მიჭამია დილას და კრუასანთან აი ხო ხვდები საერთოდ არ გამიტარებია კარგით რომ აი ეს არაბები რომ მომზდებდნენ რომ ფულს არ მოგცემ და მოხკლავ ხა შენ და რომ მიჭერდნენ აი ბევრად უფრო გავერთეთ და ყოველთვის ის მახსენდება და ყოველთვის მაგაზე მეცინება და ვიდრე ხა წინასა ყველაფერი გათვლილი და ვაცმენ ხო აი რაღაცა მაიმაზე იქიდან მივდიოდი მე ეს გამოცდილებას უზიარებ ახლა მაყურებას მაგაზე გამახსენდა რკინიგზის სადგურში შევედი გერმანიაში პარიზში მიდიოდა ეს მატარებელი ხო და გერმანულ ინგლისურ რაღაცა სიტყვები გერმანულადაც ვიცი რაღაც რაოდენობა და გერმანულ ინგლისურად ვეუბნები რა არის ასე ისე კი ბატონო არის ბილეთი რომელი გნებავთ რაღაცა კეთს და 178 евро და რაღაცეთ კი ვერ მოვიფიქრე რომ არ მაწყობს ეგ ფასი და ამოვიღე და ვიღარ არ მქონდა რა ბევრად მეტი და აი როგორი მნიშვნელოვანი 200 ევრომდე გადავიხადე ახლა იმას კიდე რაღაცა დაემატა როგორც კი გამოვედი ვიყიდე ჩემო მეგობარმა მითხრა რადგინოდა მატარებელი კი კაი ტრანსპორტიაო მაგრამ ჩვეულებრივ სტუდენტური საიტიაო დაწერ რომ მივდივარ ამადამ ხარ ჩვეულებრივ და მანქანა გაგიყოლებსო უფასო ჩემეძლო წასვლა მაქსიმუმ 10 евро შეიძლება დადო ბენზინი ხო ნუ ეგ არ იცი რაღაცა ხო აი არ ვიცოდი მაგრამ ახლა გამოსtildeება აი მაგალითად სხვა შეს გამოცდილებაზე ნიუ-იორკში ძალიან ბევრი ტურისტი რო ჩამოდის ქართველიც მათ შორის ხო გინდა წასვლა მეტროპოლიტენ მუზეუმში მომაში რაღაცა ხა ერთ-ერთი სამყაროში საუკეთესო მუზეუმებია მიდიან და იხდიან $30 ხო კაცი $30 ხო შედიხარ აწერია კაცი adult $30 ბავშვი რაღაცა 25 თუ $20 იცით რომ არაფერი არ უნდა გადაიხადოთ რატო ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ ეს არის რომ ვიღაცა ცხოვრობდეს ნიუ-იორკში და მათი მისამართი გქონდეთ შეიძლება დაუსახელო უბრალოდ მისამართი თუ ამობეჭდილი ამონდა არა უბრალოდ დაუსახელო რომ მე ვცხოვრობ ამ და ამ zip code-ზე და უფასო და ქვია pay as you wish ანუ სიმბოლური $1 შეგიძლია გადაიხადო ასაგია და ბევრმა არ იცის და ხო სამი კაცი რო ხარ ეს უკვე $100-ია ჩათვალე და შეგიძლია რომ უფასოდ $3-ად შეხო მე რომ დავამთავრებ რაღაცა მასწავლე კიდე ჩავიდე მაგარია ეხლა ესე იგი მალე დაბრუნდები ხო სექტემბერში ხო სექტემბერში წავალ ხო მაგარია აი რომ მაგრამ მოგზაურობა არის ძალიან კარგი თემა მართლა და ძალიან კარგი რაღაცა ეხლა პარიზზე მოგიყევი მაგრამ აქაც იმდენი რაღაცა მქონია სვანეთში წავედით შარშანწინ და ხო შიდა აი ძალიან კარგი დრო ვატარეთ ნუ თავისთავად სვანეთი როგორ საოცრება არის მაგრამ ნუ თავგადასავლები ხო ყოველთვის გემართება აი არ არსებობს რომ არ დაგემართოს რაღაცა ძალიან სასაცილო და სახალისო და კარგი მე ყოველთვის საბურავი მისკდება აი ამ შემთხვევაში 4 ჯერ გამისკდა საბურავი. ის პატარა საყვარლობა ყავს კიდე მაგარი ფიატი. და ეგ მყავს, ოღონდ მაგის გარეშე წავიდი, სხვა რაღაცი წავიდი. ყველა მითხრა მაგითი არ წახვიდეო სვანეთშიო, ვერავაო. წადიო მერსედესითო და მამაჩემს გამოვართვი მერსედეს, წავიდი 4 ჯერ გამისკდა საბურავი. რა ის არის რაღაცა შენი
თანხლები ისა. არ ვიცი, არა, მე მითხრეს რომ თურმე სვანეთში ქვებია ისეთი, რისგანაც ადრე დანებს აკეთებდნენო და სერავს, საბურავს. ძალიან მარტივად და მოკლედ დავხიე საბურავი 4-ჯერ. მე შემხვდა დათო ტურაშვილი უკანა გზაზე და გაჩერდა უბრალოდ მე საბურავი მქონდა მოღებული და რაღაცა გაჩერდა და ახლა გიშველი, მაგრამ მე მწერალი ვარ, არ ვიცი ამის გამოსვლა და ესე ვიდექით ორნი და ვიღაცა სხვებს აჩერებდით და ხო. საინტერესო. საბურავი გამოცვლით მეგონი მეც არ გამომიცვლია, მაგრამ მე გამომიცვლია. მართლა? კი. უბრალოდ ჩემ მანქანაზე ხა Mercedes დამძიმე. მე რომ მომაყოლე რაღაცეები აქ როგორ დავიწყე, როგორ მოვიფიქრე. შენზეც მითხარ რაღაცეები, ვიცი რომ აკეთებ. ხო, მეც შემოუერთდი YouTube-ის ოჯახს, დავიწყე reality. ყოველდღე იდება, შენ ხო კვირაში ერთხელ გადახარ, მაგრამ ყოველდღე გავდივარ. არის 9 საათიანი ეპიზოდები, სადაც დაუჭრელად გადის მთელი დღე. ანუ აი რას ვაკეთებ, სად ვიყავ, როგორ ვიბანავი, როგორ ჩავიცი, როგორ წამოვედი, როგორ აი ყველაფერი იდება. საინტერესო. ხო, უყურე აუცილებლად. იცი როგორია აი სახში რომ მიდიხარ და საჭმელს რო ჭამ და რაღაც ფონად რო გინდა რომ იყოს, მე ვარ ფონად. კაი ბატონო. იყავი ჩემი ფონი. იქნები შენი ფონი. კი ბატონო, საინტერესოა. კიდე ახლა სად გადავხვდეთ? მითხარი ის რაღაცაგები ახლა ამერიკა მშობლიური გახდა, ევროპას იქ რაღაცა უფრო ეგზოტი რამე ისეთი ხო არ გახსენე, მით უმეტეს თავგადასავლებული იყო. ძალიან მინდა წასვლას რაღაც ეგზოტიკურ ქვეყნებში, მაგრამ ჯერ არ ყოფილვარ. მე ჯერ გიგმაში მაქვს იაპონია, ძალიან მინდა იაპონიაში წასვლა. აი ესე მეგობრებთან ერთად მოგზაურობას კიდე სხვა მუღამია. კი, სულ სხვა. აუ გეუბნები, აი კორპორატიულები რო ქონაქონ ხოლმე, რასაც სულ რესტორანში ვეხვეწებოდი ხოლმე, რომ ბიჭო გასულები გავაკეთოთ, აგერ მეზობელ ქვეყნებში სომხეთი, აზერბაიჯანი, მატარებლებს ჩაჯექი რაღაცა ურდღიანები გავაკეთოთ. მე სხვა მეგობრებთან ყოფილვარ, ანუ არასამსახურისა და მაგარია. ერევანშიც ვიყავით, ბაქოშიც ვიყავით და ძალიან კაი დრო ვატარეთ. 2-3 დღიანები მართლა. ხო, ძალიან ახლოს არის. ხა ერევანში მეც ვიყავი ერთხელ, მაგრამ არ გავგიჟდი და ბაქოში მომეწონა ძალიან. თუმცა იძახიან რომ ხა ერევანი ძალიან კი, ძალიან ხა მოიხოდა გზებიც ბევრად უკეთესია, რაღაცა კორუფციაც აღარა არ გაჩერებენ. და ხდება რამე შიგნით ერევანში გასართობი? კი, რა, იცი ჩემი ის რაც მე დამიტოვა რა, ერთი ცენტრი არ აქვს, რომ აუცილებლად აქ უნდა მიხვიდე, რაღაცა გააშლილი, კარგი გაგებით გაფანტული, ანუ ბევრი ლოკაცია ქონდა, ახლა გასაგებია რომ ძველი მოედანი და მთავარი მოედანი ქვეყნის გასაგებია და ის გამზირი სადაც ფეხით ეირნობენ, აღარ მახსოვს სახელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ვათვალიერებ დამიტოვა რომ ამ ქალაქს აქვს ბევრი ლოკაცია, აგერ კაფეები, იქეთ კაფეები. მე ალბათ ბოლოს 1-5-6 წლის წინ. ხო და მე რო ვიყავი. ეხა კიდე უკეთესია. 1-15 წლის წინ, მაშინ არაფერი არ იყო. და ვინც მასპინძლობდა, მაშინ კონცერტზე ვიყავი, ფილიპ მორისის რაღაც კორპორატიული მიმყავდა, რო ჩავედი 9 საათზე ითიშებოდა ერევანი და ყველანი ვიძინებდით და ვინც იყო მასპინძელი, მან მითხრა ჩვენ თუ გვინდაო რაღაც გართობა საქართველოს ჩამოვდივართ. ეხლა არა, მაგათთან ისა ლოუკოსტერების მაგათა გაუჭდათ, ახლა ძალიან ბევრი უკვე აი როგორ ჩვენთან ვიზაირია, მსგავსი ბევრი დაფრინავს, ეხლა ბევრი მაკედანაც კი მიდის ჩვენგან, ანუ სომხეთით მიფრინავს და ესეთი შემოვიდა ხა ტრენჩი და მოკლედ ბევრი რამე შეიცვალო ამბობენ და გადასვლებიც მოსულა. ძალიან ბევრი გადავიდა ჩვენთან ჩამოსული სტუმარი, სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად. საოცნებო ადგილი რა არის შენი ზაქროშ სასასვლელად ესე სამოგზაუროდ? საწავიდოდ ისე, აი ალბათ ფეხბურთის სიყვარულიდან გამომდინარე. არ ვიცი აქამდე როგორ დამემართა ეს ამბავი და მადრიდი როგორ არ ნახე, მადრიდის და ვარ, რეალის ფანი ვარ. ეგ არის ალბათ ეხა რო იყარ დაადე ხელი ნებისმიერ ანუ ეხა შენ გაგიჟდი ხო ამ ჩემპიონატზე ხო სოფლის ხო მაგრამ ესპანეთის ჩემპიონობით ნაკრები სხვათა შორის ესპანეთის გულშემატკივარი ვარ ის საკლუბო დონეზე და ნაკრები ბრაზილია მიყვარს ანუ ზუსტად არ დავამთავრე აზრი რომ კიდე მეორე ბრაზილიას ვნახავდი თუმცა არ ხიბლავს რაღაცა ცოტა კრიმინალური ბექგრაუნდი რო აქ ეგამბავს იძახიან რომ ტურისტულად რო ჩახვიდე არ არის ეგეთ სულ ანუ მოახერხებ რა იქ რაღაცა მისლოს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო ბრაზილიაში და ხო აქ რაღაცა თუ ვინმე ახლავს და კარგად კრიმინალი მეც არ მხიბლავს რა თქმა უნდა მე მინდა უცნაურ ქვეყნებში წასვლა რა ისეთში რაც არაორდინალური არის რა უფრო აი რაღაც არ ვიცი ირლანდიაში მინდა ხო კი ბატონო არგენტინაში, ჩინეთში, იაპონიაში ეგეთ ქვეყნებში დავიდოდი. ავსტრალიაზე არავის არ ახსოვს ხოლმე ავსტრალია რო. აი ავსტრალია რატო არ ხიბლავს? იცი იქ რაღაც უნდა აიცრა რაღაცა მწერები და უცნაური რაღაცებს სადაც დაფრენ. ხო, რაღაც კოღოები და რაღაცები არის და ეგ მიმართულება არ ხიბლავს კიდე რა. ხო, მაგრამ რამხელა კონტინენტია, რომელიც ათვისებული არ არის. ან ახალი ზელანდია.
კი, არა, ეგეთი აბსოლუტურად ყველა სანახავია ერთმნიშვნელოვნად უბრალოდ მე ვამბობ ჩემი მიმართულებით რატო ხო თორე არა ხა ეგ რა პრობლემაა ჩვეულებრივ იცრები და შედიხარ ხო ყველგან წავიდოდი ყველგან მაგრამ აი ნებისმიერ ახალი გარემო გჭირდება ყოველთვის რა აი ამიტომ არა ინდუეთი არ მხიბლავს იცი აი როგორც შენ აცრები არ გინდა ეგრე მეც არ მინდა მაგის მერე რო აცრები მოგვიწეს აი რაღაცა არ მომწონს ეს სიბინძური არ მხიბლავს ხო სხვათაშორის ეგ იგრძნობოდა იმაში ეგვიპტეში პირდაპირ კაირო არის ისეთი რა ქვია ბინძური კანალიზაცია არა ქალაქს პირდაპირ ქუჩაში ეყარა ყველა ნაგავი და რაღაცები და ნუ ეგ სუდი მიმართულება აქვს ინდოეთსაც რაღაცები გამიგია მაგრამ რაღაცა იმ ტაქსით თუ რაქშათ თუ ასე ზახიან იმით კი გავივლით ის რაღაცა ეგზოტიკა აქვს აი სკუტერი მიყვარს მე და ეს სკუტერი სკუტერები სამშობლოა და სულ მაგებით მოძრავ როგორ ქაოტურად რატო სკუტერები იტალიაც არის ახლა ვესპა კი არჯობია აი იქ რას მომწი ქაოტური აი რაღაც მილიონობით ერთად რომ მოძრავს ხო გინახავს ვიდეოები აი მაგის რეალიტი შეგრძნება აი იქნებოდა ის რავი ყველგან წავიდოდი მეც ყველგან წავიდოდი თქვენ საწახვედოდით ძვირფასო მაყურებლებო დაუწერეთ კომენტარებში მაინტერესებს ინდოეთი რატომ მინდა იცი ჭადრაკის სამშობლოა ჩემო ბატონო სამშობლო არის კი ხო არის გეგონა ჩინეთი აცხადებდა ერთი პერიოდი მას პრეტენზიას მაგრამ ინდოეთი ითვლება რა ჭადრაკის სამშობლო ჭადრანგა ასე ხერ მაგათ როგორ ეძახიან ჭადრანგა თუ სწორად და ჩვენ ვიძახეთ ჭადრაკი ჭადრაკი ჩვენებურად ქვია ზოგადად სხვადასხვა როგორც ნახე რა დოკუმენტური მასალებიდან აი ძველი თვითონ ძლიერი მოჭადრაკია როგორ არა ბოლო მსოფლიო ჩემპიონი ინდოელია გუკეში კი ისა ეხა ის შეიძლება გახდეს საერთოდ ფიდეს პრეზიდენტი ანანდი ძალიან მაგარია და იმენა ტოპია რა ანანდი და ეს ახლა მაგნუსი ვინც მაგნუსი ვიცი და მაგდონეს სულ ეს მესი რონალდოსავით იყვნენ ერთი პერიოდი ახლა ანანდი შეეშვა კაი მადლობა შენ მადლობა ჩემთვისაც მოიცალე მიუხედავად იმისა ხანერად ვერ გნახულობ ასე თუ მოვა გადაცემაში თუ მოვა თან ახლა როცა შორს ყოფი ქვეყნიდან ბრუნდები და რაღაცა შეზღუდული დრო გაქვს ცდილობ ყველაფერი მოასწრო ხო ამ მცირე დროში და ეს ჩემთან მოსვლა გაუთვალისწინებელი იყო და მადლობა რომ ჩამსვი რა რა თქმა უნდა ზაქრუშ ხო იცი რომ მიყვარხარ ძალიან და გულშემატკივრობ და მიხარია შენი ასევე ყველგან სადაც არ უნდა წახვიდე და რა ვიცი იმას ვადევნებ თვალყურს რომელზეც ვილაპარაკე და სულ ვიქნები ასე ვთქვათ ხაზზე სულ ვიქნები ინფორმირებული სათხარ და როგორ ხაზზე კი ბატონო მაყურებელს კი მადლობა უთხრათ რომ ჩვენთან ერთად იყვნენ უყურა ყველაფერს და კვირდებით სულ რაღაც ერთი კვირით გემშვიდობებით დაგიბრუნდებით მალე შემდეგ კვირას მანამდე კი ტრადიციული თხოვნა გამოგვიწერეთ სადაც გვიპოვით მინიშნებები აქვია და კიდევ ერთხელ მადლობა მოკლედ მომავალ შეხვედრამდე